გადავსო და ცუდად გამოგივიდაო შენი ავტოპორტრეტი. საბოლოო ჯამში გამოვიდა ერთი დღის პერსონაჟი, ანუ განწყობაზე იყო საუბარი, ამ განწყობით ვიყავი ალბათ მე მაშინ და საბოლოო ჯამში ავტოპორტრეტია ალბათ. სხვათა შორის ვისაც ვესაუბრე იმ ადამიანის პალტო ფიგურებს ამ ლექსში. ისუაც არ გავს ყოველგვარი სალამის მიმდევს პარკინსონიანი უძილობას სიხარულს ანიჭებს, ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტრევს, მათემატიკური ისტერიით თulis ნაბიჯებს, კითხულობს პრესას, კაფეებში აღარ სვამს ჩაის, ამით ხას უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს. ის ავტორია გულმიჭრილი მინაზე ბზარის ისეთი ძუნწი, ძილისთვის რომ სიზმრებსაც ართმობს, მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლეს აზრის, მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე, პაჟიან სტუმრებს ფოიეში არ უთმობს, ადგილს არც გალანტურად მოხუცები გადაკავს გზაზე, ის ზედმეტს ფიქრობს, ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს, განაუღებელ წვიმებს ნატრობს, ოცნების წვიმებს, მადლობით იცნობს, მეგობრისგან ათხოვარ პალტოს და თვითმკვლელობის იდოვებს იმებს.